წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმარს ლელა უჩიაური თეატრსადმი მოგესალმებით მადლობა სტუმრობისთვის. გამარჯობა ქალბატონო ლელა, საულე მახსენა რომ ეს არის გარკვეული სიმბოლო და ეს არ არის მხოლოდ ბანერი. რომ ვისაუბროთ ამაზე, რა სიმბოლიზებს? რა სიმბოლიზებდა ეს ბანერი და რატომ გამოიწვია მისმა ჩამოხსნამ ასეთი? ეხლა რა თქმა უნდა, საღამოშედობის მოგესალმებით. ეს არ არის რა თქმა უნდა მხოლოდ ბანერი. ეს არ არის მხოლოდ ერთი თეატრის ფასადზე გამოკიდებული ერთი თეატრის მსახიობის პორტრეტი. ეს არის მთელი მწინააღმდეგობის სიმბოლო, ნიშანი, რომელიც გრძელდება საქართველოში უკვე მე მგონი მესამე წელია. ხო, ხელოვანების პროტესტს გულისხმობ ამ შემთხვევაში და არა ზოგადად იმ პროტესტებს, რომელიც ყოველდღიურ ახალი მიზეზების გამო ახალი კერებით ჩნდება. ანდრო ჭეჭინაძე ამ შემთხვევაში წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ქართულ თეატრს, მის საუკეთესო ნაწილს, მის საუკეთესო ტრადიციებს და არა მარტო დღევანდელობას, არამედ წარმოადგენს მთელ მის ისტორიას, ხო, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი ადამიანის ბედი. არც იმ მსახიობების, რომლებმაც აი მართლა აღტაცების მეტი რა შეიძლება რომ გამოხატოთ, კი არ ვიგრძნოთ მათ მიმართ, რომლებმაც ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს თეატრიდან წასვლა. ეს არ არის თეატრიდან წასვლა. ეს არის იგივე აი იმ პროტესტის სიმბოლო, რომლითაც დღეს ცხოვრობს ქართული საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც საბედნიეროდ ჯერ კიდევ აქვს პროტესტის ძალაც, პროტესტის სურვილით, ზოგს მეტი, ზოგს ნაკლები, მაგრამ აი პირველი ტალღა იყო 9 ადამიანი, ხო, რომელმაც ეს ყველაფერი დაიწყო. და ერთი ადამიანი იყო გუშინ წინ მოხდა ეს, ხო, ნანკა კალატოზიშვილი, რომელსაც ხელით ეჭირა ის თოკი, თუ რაც ქვია, რითაც ამაგრებდა, ესეც სიმბოლოა. არა, ესეც გამოხატავს ადამიანს. და წინ ჩასაფრებული პროპაგანდისტული კამერა მეორე შენობიდან, რომ ჩამოხსნა გადაიღოთ ეს არის მნიშვნელოვანი ეს გადაიღოთ. და ესე ძალიან კარგია, იმიტომ რომ ესეც ისტორიას რჩება რა, მიზნითაც არ იღებ, რა კონტექსტშიც არ აჩვენებ, ეს მაინც ისტორია რომელიც რამდენი ფილმი პროპაგანდისტული შემდეგ გამხდარა მნიშვნელოვანი მაგ თვალსაზრისით. თან თავად ანდრო ჭეჭინაძე არ მხოლოდ სიმბოლოა უსამართლოდ დაკავებული დაჭერილი უდანაშაულო ადამიანის, არამედ სიმბოლოა გაუტეხლობისა სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად და ეს წესით ძალიან უნდა აწუხებდეს ეს რეჟიმს, იმიტომ რომ სწორედ მსგავსი რაღაცები ურტყამს ხოლმე ავტორიტარიზმს. ხო, და იცით რა არის თან სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, რა თქმა უნდა ერთეულები არიან ყოველთვის, ხო, რომლებიც საკუთარ თავზე იღებენ თავარ გამწევი ძალად იქცებიან, ხო? იგივე ანდრო, იგივე ვეფხია, იგივე მზია და ის ახალგაზრდები, რომლებიც მათ გვერდით სხედან აბსოლუტურად უდანაშაულოები, მაგრამ აი თქვენ რასაც ამბობთ, სრულიად გაუტეხლები. და იმის მაგალითი, რომ აი მე დაუშვათ მაქვს ხოლმე უიმედობის და სასწარკვეთის პერიოდები, შეიძლება ასაკის გამო, შეიძლება არ ვიცი რის გამო და როგორც კი ასეთ მაგალითებს ხედავ, ალბათ არწმუნებული ვარ თქვენს ხო ძლიერდებით უფრო. კი, რომ არა ამ პატიმრების ასეთი მიმართება ამ ყველაფერთან დარწმუნებული ვარ, ახლა შეიძლება სხვაგან უყოფილიყავით და ბევრად უარეს დღეშიც მათ. კი, გადამდები ეფექტი, თან არც ერთი არ გამოადგა პროპაგანდას გასაშავებელ სახით. ესეც მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, მათ ამ პრინციპით არ შეურჩევიათ ეს ადამიანები და ზოგი უბრალოდ ხელში მოხუდათ. ყველა არ იყო ნამდვილად რაღაც კონკრეტულად ამორჩეული და ალბათ თავადვე გაუკვირდათ, რომ აი როგორ ამოარჩიეს ეს ადამიანი, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრი ასეთი ადამიანი იდგა ამ სივრცეში. ამ სახეობების პროტესტებს რო ვისაუბროთ, არ არის მარტივი ამ გადაწყვეტილების მიღება, თქო. ვამბობდით გადაცემის დაწყებამდე მარტივი მორალურად, რა თქმა უნდა, და ძალიან კაფიო და ცხადია მოცემულობა, მაგრამ თეატრი არის ამ ადამიანების რაღაც სამუშაო, რეალიზების და ლამის არსებობის სივრცე. რამდენად რჩებათ მათ ალტერნატივები ამაზეც რო ვისაუბროთ და რა ფასი აქვს და როგორ იშიგნება ქართული თეატრი. ჩვენ გვახსოვს, რომ ამავე თეატრიდან გაათავისუფლეს დავით დოიაშვილი ისე, რომ ტელევიზიიდან შეიტყო საერთოდ ამის შესახებ. მანამდე დიდი ტალღა იყო წმენდის კულტურის სფეროში, ჯერ კიდე თეატრი ლუკიანის დროს. რა ალტერნატივები აქვთ იმ ადამიანებს, ვისაც უნდათ რომ თავისუფლები დარჩნენ და თან იყვნენ საკუთარ შემოქმედებაში?
ხო, იცით რა არის, აი დღეს კიდეს 2 დღეას ამას ფიქრობ, რომ ეს ადამიანები არიან ის ხალხი, უფროს თაობას გულისხმობ, ვინც ახლა წამოვიდა თეატრიდან, მათთან ერთად ის ახალგაზრდებიც ხო, იმიტომ რომ 3-4 არის შედარებით ახალგაზრდა დამხძნებლებთან შედარებით გულისხმობ. იმიტომ რომ ეს ის ხალხია, ვინც დათო დოიაშვილთან ერთად წლების წინ დააფუძნა ეს თეატრი და მოიყვანეს დღემდე. და როგორც თქვენ თქვით, ერთ-ერთი გამორჩეული თეატრია, მართლა ახალი თეატრია, ბევრი ნიშნით და ბევრი ნიუანსით. არა მარტო იმით, რომ საუკეთესო სპექტაკლები ეს გამენ, მართლა მე რაღაც სპექტაკლები ვერ ვნახე, იმიტომ რომ ბილეთი ვერ ვიშოვე. თითქოს შემეძლო ხო რაღაცნაირად მეტნაკლებად. თვეობით დაულოდები ვარ შესაძლებლობაზე თეატრში ამ თეატრში წასულიდან. ხო, ეხლა წარმოგიდგენთ, რაღაც ჯგუფში ვარ ახალგაზრდების თეატრის მოყვარულების ჯგუფში, ალბათ თქვენც ხარ და იქ ეს გოგოები ისე ხოცავდნენ ერთმანეთს ბილეთების გამო და რატო ვამბობ ამას? ეს თეატრი იქცა თავისთავად, როგორც დამოუკიდებელი თავისუფალი თეატრი, მე რა სახელმწიფოს იმაზე იყო ბიუჯეტზე თუ ეკუთვნოდა სამინისტროს, მაგრამ აი ამ თეატრის არსებობა ალბათ და შემდგომ უკვე შანსთან დაიწყო ხო ეს აქციები რო ქონდათ საქართველოს ქალაქებში დადიოდნენ რამდენიმე აქციაზე ვიყავე მეც არა თბილისში და ვნახულობდი ადამიანებს რომლებიც მოდიოდნენ და იმენტომ კი არა რომ მარტო აქციას უჭერდნენ ხარს, უჭერდნენ თეატრს ხარს და ამ მსახიობების მათ ძალიან დიდი რისკზე შეაგდეს ხო თავიანთი პროფესია და არა მარტო ეს ხო არ არის მათ სამსახური. ეს ცხოვრების იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მაგრამ მე მაინც სხვანაირად არ შეეძლოს უბრალოდ ამ სიტუაციაში. შეუძლებელი იყო ალბათ მათთვის, იმიტომ რომ მაგრამ მაინც აი გულის სიღრმეში არ ვიცი თუ შუაგულში მაინც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს ის ხალხია ყველაზე ახალგაზრდა მანუც, ლუკაც, ტასოც და ყველაზე ესეთი გამოცდილი ასე ვთქვათ, ხო? კახა იქნება დათო თუ ნანკა და ის ადამიანები, რომლებიც ალბათ დღეს კიდე მათ გზაზე აგრძელებენ აი ამ წუთაშება ყოველი მეორე წერს, რომ დღეიდან მე აღარ ვარ და ეს ფრაზა დღეიდან მე აღარ ვარ ძალიან გულსატკენია, მაგრამ ამავე დროს დარწმუნებული ვარ, რომ ისინი დღეიდან კიდე უფრო სხვა საფეხურზე ავიდნენ თავიანთ შემოქმედებაში და არა მარტო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ხო? ალბათ გაუჭირდებათ, იმიტომ რომ ხო არსებობის ფაქტორიც ხო არის, მაგრამ მაინც მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ არის მათ სამსახური. მათ ამის გარეშე არ შეუძლიათ ერთი დღეც კი არ შეუძლიათ ცხოვრება. უმეტეს მსახიობებს გამონაკლისებიც არის, მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც ერთი დღე არ ქონიათ ჩავარდნა, ხო? ვინც დღეს დადგა ქუჩაში, დღეს კი არა, დადგა ქუჩაში ერთი წლის წინ და დღეს კიდე აი ქუჩის ახალ იმაში მოუწიათ გადასვლა, ხო? მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ხო ვიცით რომ ყველაფერი დროებით. რა ბედი ეწევათ საერთოდ თეატრების ესეც საინტერესო თემა სახელმწიფოს ბალანსზე არსებულს ასე ვთქვათ, იგივე ბათუმში რაც ჩვენ მოვისმინეთ, ესეთ დაუფარავი პირდაპირი ტექსტი, რომ პოლიტიკური ცენზურის გამო იბლოკებოდა. თავხედური აღიარება. კი, ბევრი იხსენებდა, რომ მოახერხეს უბრალოდ შეფუთვა შესაძლოა კომპეტენციის და ინტელექტის ნაკლებობასთან ერთად. ხო, საბჭოთა დროსაც კი ფუთავდნენ ცენზურის შინაარსს და როგორ შეიძლება გამოიშიგნოს თანამედროვე თეატრი პოლიტიკური და სოციალური შინაარსისგან საერთოდ ეს რამდენად არის შესაძლებელი. დაახლოებით აი უნივერსიტეტებში რაც მოხდება მგონი მსგავს რამეს უპირებენ, რომ უბრალოდ უინტერესო იყოს, აღარ მოუნდა ეს ადამიანს საერთოდ თეატრში წასვლა. თეატრის პოპულარობა ძალიან იყო გაზრდილი, ამაზეც შეგვიძლია ალბათ ვისაუბროთ ზუსტად იმის გამო, რომ ეს თემები ეხმიანებოდა. რატომ მინდოდა ახალ თეატრში წასვლა, იმიტომ რომ რა თემებზეც იყო სპექტაკლი, მე მეხებოდა ჩემ თაობას ეხება, ჩვენს განცდებს ეხება, ჩვენ სოციალურ თუ პოლიტიკურ ყოფას. ამის გარეშე თეატრი შეიძლება არსებობდეს დღეს. ხო, რა თქმა უნდა და თეატრი ხო საერთოდ ამისთვის შეიქმნა.
ოდესღაც მრავალი ათასი თუ საუკუნის წინ საქართველოშიც ამიტომ შეიქმნა. რატომაც ილია მაკაკიმ და აი მათი თაობის აი მართლა ერის მამებმა გააკეთეს იმიტომ, რომ ეს უნდა ყოფილიყო თეატრი უნდა ყოფილიყო ქართული სიტყვა და თეატრის სცენიდა უნდა ყოფილიყო იმ პრობლემებზე, იმ რეალობაზე საუბარი, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ. ამის გარეშე ხო არ გვაინტერესებს, არ თეატრი არ გვაინტერესებს, არ წიგნი, არც არაფერი არ გვაინტერესებს თუ არ ვლაპარაკობთ იმაზე, რაც დღეს ხდება. მე რომ მოგიყვეთ თქვენ 10 წლის წინ თუ 20 წლის წინ რას ვაკეთებდი ახლა? ძალიან გადარდებთ ახლა რას ვაკეთებდი. აი დღევანდელ დღეს რომ მოგიყვეთ, დარწმუნებული ვარ, რომ იმ წუთას გამოვიწევ თქვენ ცოცხალ ინტერესს. ხო და თეატრი როდესაც ამას აკეთებს სცენიდან, აი თქვენ ახსენეთ, რომ საბჭოთა დროსაც კი არ ყოფილა. იმას, რასაც მე ხომ მოვესწარი საბჭოთა კავშირს, ჩემ პერიოდის საბჭოთა კავშირი, არათუ ჩემ პერიოდის საბჭოთა კავშირი შედარებით ვითომ ისეთი რომ იყო, ხო? არ იყო ისეთი რეჟიმი. მაშინაც კი არ იყო, როდესაც იყო 30-იან წლები და როდესაც იყო რეპრესიები და ადამიანების მართლა ფიზიკურ განადგურებამდე მიდიოდა პირდაპირ ამას არ ამბობდნენ. ყოფნითად იმდენი არ ვიცი ჭკუა თუ რაღაცა რომ რაღაცნაირად ეს აიგზავნა ჩაიხშოთ, მაგრამ ესე პირდაპირ არ გამოეცხადნენ და ეს ახლა ბათუმის განცხადება უბრალოდ აი მართლა რომ გონია რომ ფეიკიან ვიღაცა მაშვება. ხო, რას თითქოს ბარბაროსები დაეპატრონენ, არ ვიცი. სხვადასხვა ინსტიტუციას ხარისხი ყველგან ვარდება თან რაღაც როცა პროპაგანდა და რეჟიმი მხოლოდ იმისკენ არის მომართული რომ რაღაც ესეთი დავალებები აღასრულონ რეჟიმს რაც უნდა მე კარგ ნიჭიერ და წესიერ ადამიანს რომ იქ აღარ უნდა ყოფნა ხარისხიც ვარდება შესაბამისად ანუ ეგეც იწვევს მაკლავს და მაგიტომ ამბობ ახალ თეატრსაც რა ბედი უნდა ეწიოს ხო იქაც უნდა გაუარესდეს ვითარება და მოიყვანონ ის რეჟისორები თუ მსახიობები ვინც რეჟიმის სამსახურში ჩადგება ხო ეგრე გამოდის და თავისთავად ეს არის მთელი საზოგადოებრივი სივრცის მოწამლად. ყველა მიმართულებით ეს ხდება ხო უნივერსიტეტებიც ამის მაგალითია. თეატრის რაღაც იზოლირებული პრობლემა ეს გარდა იმისა რომ პოლიტიკურად ყოველს პრობლემა ისინი მართლა წარმოადგენენ იმ თავის მაყურებელს არ არის თეატრი მხოლოდ დასი ხო ძალიან ბევრად ღრმა რამეს წარმოადგენს. ხო, აი დასის გარშემო, ჯერთი დასი თვითონ შეიძლება პატარა, მაგრამ დას თავისი განშტოებები აქვს ასე რა თქმა უნდა. მე რა თქმა უნდა, არის პირველ რიგში თეატრი არის მაყურებლისთვის, ხო? და მაყურებელი, რომელიც შენთვის მაყურებლისთვის, რომელიც მისთვის მიუღებელ პროცესებში ხდება იძულებული ჩაერთოს იმის მაგივრად, რომ წავიდეს და ნახოს სპექტაკლი, შეხვდეს საყვარელ მსახიობს, დაესწროს საყვარელი რეჟისორის სპექტაკლი, იმის მაგივრად იწყებს იმაზე დარდს და ფიქრს, რომ ახლა რა გვეშველება ეს სპექტაკლმა უნდა აფიქრებინოს ახლა რა გვეშველება და თანამოზიარე ხდება ხო მაყურებელი ყოველთვის, როდესაც ის ნახულობს იმას, რასაც მისთვის შეიძლება გააპროტესტოს, შეიძლება არ მოეწონოს რაღაცა. ესეც რაღაც გამოსაფხიზლებელი უნდა იყოს ალბათ ახლა მაყურებლისთვის ამ ადამიანების გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ნიშნავს ეს ყველაფერი. ვენესუელადან აქტივისტს უსმენდი და ის ამბობდა, რომ აი დიქტატურები როგორ მყარდება ხო, როცა თითო ამბავზე რეაქცია აღარ გაქვს. ანუ აქაც შეიძლებოდა, რომ აი ერთი წელი გავიდა და ეთქვათ, ხო აი ბანერი ჩაანაცვლეს მეორე ბანერით. თითქოს არ გამოიყურება ხო ეს დრამატულ ამბად, მაგრამ რამხელა მნიშვნელობის მატარებელია სინამდვილეში და ამიტომ გონია რომ მაყურებლისთვისაც ადამიანებისთვის ვინც ამ თეატრში დადიოდა ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა უნდა ქონდეს წესით მსახიობების. იცით რა არის? აი ამ ბანერის ჩამოხსნა უკვე მაფიქრებინებს ალბათ ბევრს აფიქრებინებს რატო ჩამოხსნეს? მარტო ჩამოხსნეს? იმიტომ რომ რაღაც შოუს გადაღება ჭირდება თუ ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების მომასწავებელია, იმიტომ თუ ჩემთვის სიმბოლოა, მათთვისაც ხო სიმბოლოა რაღაცის. აწუხებდათ რა ჩაივლიდნენ. და მართალი გითხრათ, სულ ფიქრობდი რომ როგორ ოჩახ
გაუძლეს მოითმინეს ამდენი ხანი, მაგრამ არა, ძალიან დიდი ბოდიში, ვერაფერიც ვერ მოითმინეს. ალბათ ჩათვალეს, რომ რეაქცია აღარ ექნებოდათ ასეთი მსახიობებს. მე მაინც გონია, რომ რაღაცა ხო არ არის კიდევ რაღაც უნდა მოხდეს, ხო. უშუალო თეატრთან დაკავშირებით, აი არ ვიცი ხა. ხო, წმენდა და გამოშიგნა ყველა მიმართულებით მიდის და შეიძლება ისინი ამ პროცესს ასე უყურებდნენ, რომ წამსვლელი წავიდეს. ხო. კი, იციან რომ მოკლევადიანად მინიმუმ მათთვის ზიანია, მაგრამ ასე აგორებენ ისინი კრიზისებს და მათთვის წმენდის ფორმა არის ასევე. ხო, ესეც თან ძიმე ნაწილია და მივესალმებით ამ დროს თუ კი გვიყურებს და მხარდაჭერა მას რასაკვირველია ჩვენგან და იმედია რომ გრძნობს ეს ამ მხარდაჭერას. დიდი მადლობა თუ რამის დამატება არ გსურთ. არა, ერთადერთი აი მართა იმის დამატება მინდა რომ მართა ამ დროს ნებისმიერ პატიმარს რომელიც დღეს ჩვენ სადღაც შეიძლება ჩვენზე უკეთ გრძნობენ თავს, იმიტომ რომ ისინი ჩვენზე აღმოჩნდნენ, რომ ჩვენზე პრომაგრებიან, რა თქმა უნდა, არავის არ ვუსურვებ იყოფნას, მაგრამ რა თქმა უნდა, მინდა რომ ვერც იმას ვეტყვი, რომ ხნედიყავით, აქეთ გვამხნევენ. უბრალოდ მინდა ვუსურო, რომ ძალიან მალე დამთავრდეს ეს ჯოჯოხეთი მათთვისაც და ჩვენთვისაც და რომ თავისუფალ ქვეყანაში თავისუფალ ადამიანებმა აკეთონ ის რის იკეთებაც ყველაზე მეტად უნდა და არ არიან იძულებულნი რომ აკეთონ ის რაც მათთვის დღეს სხვა კატეგორიაში სხვა რაღაც ფორმაში იქცა გამომხატულად მათი როგორც მოქალაქეების პოზიციის